ინჟინერი ვარ. საინჟინრო მოღვაწეობაში ვიყავი. სოხუმის თამბაქოს ფაბრიკაში ვმუშაობდი თავიდან, როგორც ინსტიტუტი დავამთავრე, შემდეგ სოხუმის საფშენებელი კომბინატი და ბოლოს აფხაზეთის ავტომატო სერვისში მუშაობდი იქ ომის დროულმა. აფხაზეთიდან წამოსვლის შემდეგ დავფუძნდი ფოთში. ჩემი დედულეთი ფოთში იყო და არის კიდევაც და იქ გავაგრძელე ურთიერთობა. თანაც იმის იმედით, რომ მალე დავუბრუნდებოდით აფხაზეთში, ზღვით ვიყავი წამოსული და ზღვითვე დავუბრუნდები მეთქი. ესე ვთქვათ, მაგრამ ჯერჯერობით ეს გაიჭიმა დროში და ჩავერთე საზოგადოებრივ საქმიანობაში. ბაბუა ვარ, სამი შვილიშვილი მყავს. გოგონები სამივე ბაბუა ენაცვალოთ. ვაჟი და გოგო მყავს. მეუღლე რა თქმა უნდა, ისიც აფხაზეთიდანაა, წამორზაყანოდან. ბავშვებთან მაქვს ურთიერთობა. ვფიქრობთ აფხაზებთან ურთიერთობის დამყარებას, გარდა იმისა, რომ პედაგოგი ვარ, ვასწავლი საზოგადოებრივ საქმიანობაში ამ აფხაზეთთან დევნილთა კავშირია, ფოთში განსახლებულ აფხაზეთთან და დევნილთა კავშირი. და ჩავერთეთ ახლა სწორედ აი ამ აფროსნობის განვითარებაში. აჭარის აფროსნობის ფედერაციამ შექმნა დააფუძნა გუნდი, ცხუმი, სადაც ჩვენი სოხუმელი ბიჭები არიან, ბიჭები რა, თითქმის ჩემი ტოლა ხალხი, ძველი აფროსნები, მათი დამფუძნებლები, ძმები, ხაბურზანიები. და ახლა ვცდილობთ ფოთშიც განვავითაროთ ეს აფროსნობის სკოლა, რათა რაღაცნაირად კავშირი შევქმნათ აფხაზეთის აფროსნობისა, ანდაც საწყლოსნო სპორტის სახეობათა კავშირი. ვფიქრობთ ამაზე, რაშიც მხარში გვიდგას აფხაზეთის უმაღლესი საბჭო და მთავრობა და ჩვენც შევეცდებით, არ შევრცხვით და განვავითაროთ სპორტის ეს ულამაზესი სახეობა და ესე ვთქვათ, ელიტარული სახეობაც ქვია მას. აფროსნებს რო უყურებდი, მეგონა ესენი მოსეირნეები არიან, დასეირნობენ და ასეთნაირად. შემდეგ, როდესაც აჭარის აფროსნობის ფედერაციამ შექმნა ეს დააფუძნა კლუბი ცხუმი, ჩვენი ძმები ხაბურზანიების მეშვეობით, შემომთავაზენ, რომ ფოთშიც გამეკეთებია და ჩავერთე ესე რა, ზერელეთ ესე ვთქვათ, ზედაპირულად შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ მერე რომ დავაკვირდი, აფროსნობას უძახიან ჭადრაკი წყალზე. მართლაც იმდენი რაღაცებია შეგნით. უნდა გაითვალისწინო ქარის მიმართულება, ტალღის მიმართულება, რა ვიცი როგორ ქარის წინააღმდეგ როგორ წახვიდე და თავის შემაყვარა აფროსნობამ. რა თქმა უნდა, ახლა მე აფროსანი ვერ გავხდები, მაგრამ შევეცდები, ძალიან შევეცდები, რომ მას გავუწიო დიდი რეკომენდაციები და ბავშვებში ჩავრთო. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მეშვეობით, ჩვენი დახმარებით ეს ბავშვები შეესწავლიან აფროსნობას, გახდებიან სპორტსმენები, მიაღწევენ საერთაშორისო ასპარეზზეც გავლენ. დარწმუნებული ვარ მე ამაში, იმიტომ რომ გქონდა ჩვენ გვყავდა ასეთი სპორტსმენები გვყავდნენ და ახლა კიდევ გაიზრდებიან. ესე იგი, ნელ-ნელა იქეთ აჭარიდან ეგერ ფოთში გადავდივართ, შემდეგ ვფიქრობთ ანაკლიაში, ანაკლიიდან ხელათვე უკვე აფხაზეთის საზღვარია, სამურზაყანო და იქეთ მე მგონია განვითარდება ჩვენი ურთიერთობები. ადამიანური სპორტი ყოველთვის იყო შემაკავშირებელი. ომის დროსაც კი ხდებოდა სპორტსმენებს შორის ურთიერთობები და ასევე გავაგრძელებთ მგონია. შემდეგ უკვე სოხუმში გავაგრძელებთ ამას აუცილებლად, მათთან ერთად.